გუნდების პირდაპირ ეთერში გრძელდება ჩვენი პირდაპირ რეპორტაჟი. პირველმა 45 წუთმა სასიამოვნო არაფერი დაგვიტოვა, ბუნებრივია, ანგარიში 0-2-ია საქართველოს ეროვნული ნაკრები მარცხ ხდება ბელორუსიაში. ჭედლიძეა გამოჩნდა სარბენ ბილიკებზე, შემოვა ალბათ ლევან ჭედლიძე ვის ნაცვლად ვნახავთ. შეცვალა 19 ნომრით ითამაშებს ლევან ჭედლიძე. აქვე გეტყვით რომ დღევანდელ რეპორტაჟს წარმოგიდგენ ტრანსლაციის სპონსორია ევროპა-ბეტ. მაშასე ჭედლიძე გამოვიდა ზევდარიანის მაგივრად მოედანზე. ეს უკვე კლასიკური ტიპის ცენტრალური თავდამსხმელია. ამ ცვლილების ერთი გამართლა რომ ველოდი ცვლილებას თავიდანვე, მაგრამ მე უფრო შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილება, შევახსენოთ შემადგენლობებზე და შემდეგ უკვე. ამ ცვლილების გათვალისწინებით საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დავიწყოთ. რევიშვილი, კარში 3 გია გრიგალავა, 5 ალექსანდრე ამესულაშვილი, 6 ზურაბ ხიზანიშვილი, 4 გურამ კაშია, ეს არის დაცვის ხაზი, ჯაბა კანკავა 7, 8 მურთაზ დაუშვილი, 11 ალექსანდრე ყობახიძე, 9 დავით არქამაძე, 10 თორნიკე ოქრიაშვილი და 19 ლევან ჭედლიძე. თემურ ქეცბაია გუნდის მთავარი მცდელი. ბელორუსების ძალიან სახიფათო შეტევა არის და კარგია რომ ეს გადაცემა არ გავიდა. კაშიას მოხვდა ბურთი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრეშანი მე მგონი გლების გადაცემის შემდეგ რჩებოდა 1-1-ზე. სერგეი ვერემკო, ეს უკვე ბელორუსის ნაკრების შემადგენლობა 2 ნომერი სტანისლავ დრაგუნი გოლის ავტორი, მეორესი 10 ალექსანდრ გლები. პირველი უკაცრავად ავტორი არის ბრეშანი და მეორესი დრაგუნი. შემდეგ ალექსანდრ პავლოვი ნომერი 13, 16 დენის პოლიაკოვი, 17 იან ტიგორევი, 18 დიმიტრი ვერხოვცევი, 19 მაქსიმ ბორდაჩევი, 20 ვიტალი როდიონოვი და 21 ეგორ გამოვიდეს ახლა გოლები არიან. შეტევაზე ჩაწოდება აქ მეკარემი. რევიშვილი. ეხლა თადარიგში ყოფი ფეხბურთელები ჩვენ არ გაგაცარით იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველა ფეხბურთელი ვინც გამოძახებული, ყველა არის თადარიგში. ყვასხვაძეც, მიგინეიშვილი, შემდეგ უკვე ნომრების მიხედვით გეტყვით. 14 გურუ, 15 ხუბუტია, 16 სიბილაძე, 17 ანანიძე, 18 თომაშვილი, 19 უკვე გამოვიდა ჭედლიძე, 20 ძალამიძე, 21 ხენია, 22 ფოფხაძე, 23 ლობჟანიძე. ეს არის მთლიანი შემადგენლობა, ვინც არის დღეს იმყოფება მინსკში სტადიონზე, დინამო სტადიონზე და ყველა ეს ფეხბურთელი, რომელიც მე ჩამოთვალე, შეიძლება შემოვიდნენ FIFA-ს ახალი წესების თანახმად აესია. ბოლო 3 წუთმა ჩაგვისახა იმედი იმისი, რომ მეორე ტაიმი იქნებოდა კარდინალურად განსხვავებული, ვინაიდან ამ ბოლო 3 წუთში ჩაეტია 3 საკმაოდ დასამახსოვრებელი ეპიზოდი, მათ შორის წინვალე გარღვევა ოქრიაშვილისა, დიდებული სოლორეიდი, რომელიც სამწუხაროდ ვერ დაასრულა ოქრიაშვილმა, კარში დარტყმიდა, ვერ დაასრულა სხვა შორის იმის გამო, რომ სტანისლავ დრაგუნმა შეუშალა მას ხელი გოლის ავტორმა, ასე რომ დრაგუნი გამოდის ბელორუსის დღევანდელი ნაკრებისთვის ფაქტიურად ფასდაუდებელი მოთამაშე და ორი ეპიზოდი, რომელიც მთავარი გმირი იყო თარგამაძე. ჯერ კუთხური, რომლის შემდეგაც ბურთი პირდაპირ კარში წავიდა და გადიოდა კიდეც გოლი ვერემკოს რო არ ეთამაშა კარგად და მერე ჯარიმა, რომელიც სახიფათოდ შეასრულა თარგამაძე. საჯიაბი ქავს რობერტ შერგენკოვი, ავსტრიელი, ერთადერთი ეპიზოდი იყო ალბათ საკამათო, იქ ერთ მომენტში თამაშგარე არ იყო, ჩემი აზრით. ჭედლიძე დარტყმა! რა ხდება? მე მგონი თამაშგარე იყო, საჯის საფრთხე თამაშგარე. საჯის საფრთხე იყო და თამაშგარე მგონია. პარალელურად მიმდინარეობს როგორც იცით შეხვედრები და ძალიან საინტერესო მატჩი იყო. შეხვედრა, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა, რუსეთი, აზერბაიჯანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო 0-0 და უკვე მატჩის ბოლო წუთზე პენალტით შეძლეს რუსებმა გოლის გატანა. ანანიძე შემოდის ფაქტიურად მე-13 წუთი დაიწყო ოქრიაშვილის ნაცვლად. ეს ნიშნავს გამოცვლა ვერ მოართრო, ეთქობა, თორემ 2 წუთში ცვლილება თუ ვინმეს გინახავთ, მე ვერ ვიხსენებ. მეორე ტაიმის მე-13 წუთზე ცვლილება მოხდა, შემოვიდა მე-17 ნომრი ჯანო ანანიძე. ოქრიაშვილის ნაცვლად. აქ უკვე შეიცვალა ფეხბურთელები, ნახოთ ეს ახლად შემოსული ფეხბურთელები როგორ ითამაშებენ. ძალიან ძიმე სიტუაცია, მაგრამ მაინც ვიმედოვნოთ რომ არა გამოუვა. მე ვრჩები ჩემ აზრზე რომ ოქრიაშვილი იყო პირველ ტაიმში
ხო, არა, აქტიურობდა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი საქართველოს ნაკრებში. ცდილობდა რომ აქ შეუძლოდ იგრძნო კრიაშვილმა თავი, არაფერი ეტყობოდა. ხო, მოედინა რომ გადიოდა და არ ვიცი. რევიშვილი აუტია კვლავ გვერდით ხაზიდან უნდა შემოვიყვანოთ ბურთი თამაში ბარდაჩოვი იბრძვის შემდეგ დრაგუნი არაბისტი გადაცემა ბრესანის აქ თარგამაძემ მიიღო ჩვენ გუნდში შემდეგ ტაიმის ბოლოს ტიგორევმა იგივე ბურთის გადაგდებით როგორც თარგამაძემ და ბოლოს უხეშ თამაშისათვის პოლიაკოვმა დაიმსახურა ყუთელი ბარათი აი ეს რაც შეეხება მთლიანად ალბათ პირველ ტაიმზე თუ დავასრულებ საუბარს ერთხელ მეორებ დადებითად ძნელია რაიმე თქვა პირველ ტაიმის შესახებ კანანიძის ჩანაფიქრი ცუდი არ იყო მაგრამ არ გავიდა ეს გადაცემა კარგად ითამაშეს ბელორუსის ნაკრების ფეხბურთელებმა აქ ალბათ კობახიძე იქნება უფრო ხშირად მარცხენა ფლანგზე გადაწეული ვისთვის და ზურასთვის ეს მატჩი საუკეთესო კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. პირიქით. გურგული ქაისერის ნახევარმცველი 95 შეხვედრას ატარებს ნაკრებში და 21 ყუთელი ბარათი. ანანიძე ценტრში იქნება უფრო მეტწილად მარცხნივში. ალბათ კი არა ჯანოსაც შეუძლია გადასვლა უბრალოდ გააჩნია აქ გადავალებაა მიცემული ალბათ ამის მიხედვით ახლა შევხედავთ კიდეც აქ ჯარიმა ქართული ფეხბურთელები შეასრულებენ საჯარინოს შეეჯახა აქ ბოლო მომენტში ნეპალიაკოვი ჯანოს და ჯარიმა იყო ისევ ბელორუსი ფეხბურთელები ბურთით ბარდაჩოვია უკან აკეთებს გადაცემას. ბელორუსის ფეხბურთელები განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ დაუტოვიათ, მაგრამ ჩვენი ნაკრების დაცვის სუსტი თამაშის ხარჯზე იგებენ 2-0-ს. თარგამაძე. მოტი მიიღო ბარდაჩოვი ძალიან აქტიურად ეთამაშებოდა, მაგრამ შეინარჩუნა. თუმცა გამწვევა ვერ შეძლო შეტევის და ისევ უკან დააბრუნა ბურთი ახლიდან იწყებენ ჩვენი ფეხბურთელები შეტევას ანანიძე გრიგალავას პასი გავიდა და ძალიანაც კარგი მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება საჯარიმო მოედანში ბარდაჩოვი იგერიებს წამოიწყეს ბელორუსებმა კონტრიერიში პავლოვი არის მარჯვენა ფლანგზე გრიგალავა მის წინააღმდეგ პავლოვის პასი ხიზანიშვილი თამაშობს რადიონოვამდე არ მივიდა ეს ბურთი ხიზანიშვილი შემდეგ კაშია ჭედლიძე კარგად შემოტრიალდა არის ჯარიმა არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ასე ანიშნებს საჯი ამ ეპიზოდში ზუსტად ითამაშეს სველემა როგორც ჩანს ვერხოცევი იყო პერძეთის ფეხბურთელი აკი აუტი ხიზანიშვილისგან დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები აუტია სწრაფად იმოაწოდა რადიონოვმა მაგრამ ვერ გაუგეს ერთმანეთს აშკარად მას მიძლება 53 წუთი დაიწყო ყლავ ვაგებთ არის ჯარიმა ახლა ხელით იჭერს ჯარიმა იყო ნამდვილად იქ თავიდანვე აშკარად ჩანდა განმეორებადაც არ იყო საჭირო განსაკუთრებით ვერხოვცევი მაისურზე მოხაჩა ის პირიქით შეიძლება და ყუთელი ბარათის კეჩვენებინათ კაშია პასი წინ ვერ გააკეთა მარჯვენა მცველმა საქართველოს ნაკრებისა ამან გამოიწვია ეს რომ ბელორუსები პავლოვის მეშვეობით გადადიან შეტევაში კვლავ მე-13 ნომერი ბელორუსიის ნაკრების მაქსიმ ბარდაჩოვი უფრო მარცხნივ ბრეშანი ბარდაჩოვი ძლიერი დარტყმა შემდეგ წინ ისევ მას მიძლები აკონტროლებენ ბურთს. ნუ აი ახლა აღარ უკვე მართალია, მაგრამ კანკავა. დაუშვილი. ისევ კანკავა არის აქ ბურთით. და გამოვიტანა ბურთი პასი წინ ვის ობახიძის მისამართით აქ მეკარე ვერენკო გამოდის, რომელიც წინ გზავნის ბურთს კარგად.
პირდაპირ დრესანს მივიდა მოკი გაითამაშეს იქ ბელორუსმა ფეხბურთელებმა და გლები. იცი რა შტაბისტილება მეთქმა რომ ბელორუსები მეტნი არიან მოედანზე ისე ათამაშებენ მურც ერთმანეთში და ისე უმწეოდ გამოიყურება ასეთ სიტუაციებში საქართველოს ნაკრები რომ რა ვიცი მე პირადად გაოცებული ვარ ხა ესე უპრობლემოდ ბურთს ფლობდეს გუნდი რომელიც თამაშს იგებს და ორბურთიანი სხვაობით მეორე გუნდი თამაშს აგებდეს და ვერაფერს ვერ უპირისპირებდეს ამ ყველაფერს ცოტა რაღაც ისეთი არანორმალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. გრიგალავა ჩაუვარდნენ ფეხებში ანანიძე გამშვიდა აქ სიტუაცია ჩვენ ნახევარზე. მოკლედ 10 წუთი გავიდა უკვე. მეორე ტაიმის დაწყებიდან ცვლილება ნახეთ ორი ფეხბურთელი ახალი შემოვიდა, მაგრამ რეალური ცვლილება რაც სულ შეჯერობით არ მოხდა თამაში. პრესინგის ცდელობა საქართველოს ნაკრების მხრიდან გასთავრდება იმით, რომ ბელორუსები ბურთს კარგავენ, გრიგალავა ჯარიმა. იზანიშვილი მეორის ცენტრში, სწორედ ის იწყებს შეტევას. მარჯვნივ გადაცემა თარგამაძე, ცენტრისკენ წავიდა თარგამაძე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის მოეცა და მარტივად დაკარგა. პავლოვი ამისილაშვილი თამაშობს როდიონოვი ვამდე ბურთი არ გაატარა ისევ ქართველი ფეხბურთელები კობახიძე ტიგორევი მიწინააღმდეგ კობახიძე უკან აბრუნებს გადაც ბურთს შემდეგ უკვე გაუშვილი ანანიძე გრიგალავა კობახიძე კი მართალია კობახიძე მარცხნივ ანუ უფრო ცენტრში თამაშობს მაგრამ ძალიან ხშირად მიიწევს მარცხენა ფლანგზე იქ თითქოს შეიძლება რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე კობახიძე და ანანიძე ორივე ძალიან ტექნიკური სწრაფი ფეხბურთელია და იმ მოედნის იმ მონაკვეთში ახლა გაიხსნა კობახიძე მაგრამ პასი დაუგვიანდა კი არა და საერთოდ არ გაუკეთდა არ გაუხედია იქით დაუშვის აქ უკვე დაგვიანებული გაჩერდა კაშია და მერე გააკეთა ასე თარგამაძე ბოლოს უშემატკივარი მაყოფილი უნდა იყოს გარდაჩოვით კონსეკვენცი სამწუხაროდ იმაზრს თუ გავაგრძელებთ ახლა იქ რიცხობრივ უპირატესობაზე მარცხენა ფლანგზე ამას ჯერ ვერ ვიყენებთ ყოველ შემთხვევაში ამ სიტუაციას მithumetes ახლა დაგვანახა ჩვენ პირველმა ტაიმმა რომ 1-1-ზე ორთაბრძოლების დროს სამწუხაროდ ის ფეხბურთელი აღარ არის მინდორზე საქართველოს ნაკრების მხრიდან ოქრიაშვილზე მაქვს საუბარი ქართველებს შეუძლიათ რომ დაჯაბნონ ბელორუსი მცველები ანუ ერთი მცველის მოტყუება პრობლემა არ უნდა იყოს პრობლემა არის მე ვფიქრობ აი რაღაცა განწყობა თამაშისადმი ეს არ არის ეს არ არის ის გუნდი რომელიც პირველ ტაიმს აგებს და მეორე ტაიმში გამოდის იმ განწყობით რომ რაც არ უნდა დაუჯდეს თამაში შემოატრიალოს აი ეს არ ჩანს ყველაზე ცუდი ამ მომენტში რაც არის აი ცოტა მეტი მონდომება ცოტა აგრესიაც კი რაღაცა მომენტში რომ გუნდმა ითამაშოს და ესეთი 7 თამაში აქ არის სიტუაცია რომ მაქსიმალურად უნდა მოინდომონ ჩვენო ფეხბურთელები კლავ უკან გადაცემა თარგამაძეს ამისულაშვილი კანკავა შემდეგ დაუშვილი აი ახლა თარგამაძე ბურთით გაიწია წინ აქვს მას სივრცე პასი მარჯვნივ თუ დაეწევა კაშია ვერ დაეწევა კაშია უფრო ხშირად ერთვება მეორე ტაიმში მარჯვენა ფრთით ახლა ხელზე მოხდა შემოუკენ ხრიდან ჩასრიალდა ამ მსგავს სიტუაციებში ხელი არაჩერებენ თამაში ყურად აპელირებდნენ ბელორუსის ფეხბურთელები ერთადერთმა ფორვარდმა რომელიც ყავს იბრძოლა ბურთისთვის საბოლოოდ აუტი რომელიც ბელორუსებმა უნდა მოაწედონ მაქსიმ ბარდაჩოვი თამაშგარია
ზურაბ ხიზანიშვილი. თარგამაძე. მაცხნევალმა პასი ასეც არის გიგალავა, ცოტა მიკროფონი იქნებოდა. ობახიძე მარცხნიდან ცდილობენ ქართული ფეხბურთელების შეტევას, ცენტრისკენ მოდის ობახიძე, იქ პასი კანკავა წაიცა და არც არაფერი არ ყოფილა იქ ბუთიტაურის გოლის გამოს. აუტ. კანკავამ დაიწყო მეორე ტაიმი, საკმაოდ წინა წეულმა, ესეც აღვნიშნოთ. მაგრამ რისკი არის ახლა ჩვენი თამაში ეს პრაქტიკულადაც ჩანს, რომ იგივე კაში უფრო რიგალავასაც აქ ეყობა დავალება რომ მიაქტიუროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას შედეგი ჯერ არ მოაქვს. რიგალავა ერასრულებენ ჯერჯერობით მესეჯს დაბეჭდებიან შედა იმ დავალებას რაც არის. ეს არის შემადგენლობა რომელთა შეიძლება შეტევა. პირველ ტაიმში ეს ნაკლებად ჯარიმა და ჯარიმა 6 საათი გავიდა საფამაშო დროის. უთელბარას გადაურჩით ამ შემთხვევაში. მისლაშვილი ყურადღების ცენტრი როგორც ჩანს მას მიუთითებს სადირაკოს უთელბარათები ტერიტორია მეტ ანგარიში იყოს ისეთი. ქართული ფეხბურთელები ხდება დაუშვილი ძურს აფა თარგამაძე, შემდეგ თარგამაძე თვითონ დაიძრა, კარგად თამაშობს, კიდევ თამაშობს, კარგად და კანკავა ჯარიმია. საერთაშორისო კამათი არის. თარგამაძე მიანიშნებდა ავსტრიელ რეფერის რომ მის წინააღმდეგაც დაირღვა თამაშის წესები. რიგალავა აუცაცდის ობახიძემ ბურთი ვერ მიიღო. უჩვენა დაჭერა პირველ რიგში იმისაც რომ კომბინაცია რაიმე დაკეცდა. როგორც ისე დიდი ზაკი არ მიდიოდეს. აქტიურობაში მაგრამ მოსწავს, მაგრამ შეცდომების შედეგად, ჩვენი შეცდომების შედეგად მოხდა ყველა. რა იტალი როდიონი ბატეს თავარ ფორვარდის ზიგი გახლავს რა. ესაც მაგრაში ძირითად შემოგვიყვება, მაგ გოლი არ გაუტანია, მაგრამ წინ საკმაოდ აქტიურად მოქმედებს შეიძლება ითქვას. მარჯვენა ფრთიდან ქართული ფეხბურთელები ისევ კაშია უკან დაუტოვა კანკავა. დაუშვილი. მარცხნივ გრიგალავა. ანანიძეა გახსნილი გრიგალავა წინ გზავნის ბურთს მჭედლიძეზე, თავი დაუგდო კობახიძეს ლევან მჭედლიძემ. მომენტალურად სამი ფეხბურთელი გაჩნდა კობახიძესთან, გრიგალავამ კიდევ ერთხელ ჩააწოდა, ხელია. არდა კაი სიტუაციაში იღებდა ჯანობურს იქიდან შეიძლებოდა რაიმე შეექმნა. მაგრამ მოუწია. ჯანო ანანიძე. ეს კი სერგეი ვერემკო. ბელორუსები ხა მაქსიმალურად ეცდებიან აი ესეთ სიტუაციების გამოყენებას, ცოტა დროის გაყვანას, უფრო თამაშის დამშვიდებას, რაღაცა რიტმში გადაყვანას, ეს ხა მათი სუძიას ხარ ეს ყველაფერი წყალს 2-0 იგებენ. პავლოვი. ვაუ, ბელორუსთან 13 ნომერი. მარცხენა ფრთაზე გადმოვიდა ბურთი მაქსიმ ბარდაჩოვთან. არ არის ჯარიმა. ვერიში, მაგრამ ვერ შეძლეთ წინ წასვლა. სამი იყო ახლა იქ არ გამოვიდეს კონტროლში და ერემ კომდე ჩაიტანეს ბურთი ბელორუსმა ფეხბურთელებმა, რომელმაც ძლიერ დაფიქრა. წინ გაგზავნი დრაგუნმა მოიგო ერთობზოვა. აკი აშია უნდა ითამაშოს, ასეც არის. არ შეტევის დაწყებას არ აცლიან ბელორუსში. ასეც აცხადებდა კიდეც კონკრეტულად რომ პრესინგი უნდა ითამაშოს მაქსიმალურად ბელორუსის ნაკრებმა, მაგრამ არ დაცალდა მესეჯს დაბეჭდება რჩება იმ თამაშის თამაში კონტრატიებს რაც ჰქონდა ჩაფიქრება, რადგან ძალიან სწრაფი გოლი გავიდა მე-6 წუთზე გაიხსნა ანგარიში და იქ უცოტა დაბნეულობაც იყო მე ჩვენ ნაკრებში და ამან ყველაფერმა შეცვალა ის რაც სურდა ალბათ.
შეცვალა კარგისკენ. ხო, კარგისკენ შეცვალა ბუნებრივი აქ. ჯანო. ეფექტური იყო, მაგრამ მე შემდეგ აგრძელება არ იყო. ისეთი როგორც სურდა, ყველას ალბათ, ეხლა კიდევ ერთი შეტევა თარგამაძე. კანკავა მარცხნივ, ცოტა მე გაიშალოს ალბათ გუნდი. გრიგალავა შეჩერდა კანკავა. ობახიძია მარცხნივ აი მან მიიღო ხობუთი. შეიძლება ჩაწოდება თარგამაძე. ჯარიმა. ჭედლიძეზე დაინიშნა ჯარიმა. ეკელიდან დაარგვე როგორც თან თამაშის წესი, შემდეგ იქ ხუთი მიუვიდა კიდეც თარგამაძეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დიმიტრი ვერხოცოვის წინააღმდეგ დაარგვია თამაშის წესი, ჭედლიძემ ნახოთ. ძნელია ახლა აქედან თითქოს იყო კონტაქტი, მაგრამ სამწუხაროდ პოზიცია წააგო იქ. ჭედლიძემ ვერხოცევი აღმოჩნდა პირველი ბურთზე და მერე უკვე იყო თუ არა თამაშის წელი დაარღვევა, ამას ახლა არსებობს მნიშვნელობა ყოველ ნაკლებად აქვს თავია. ამას გაჩერდა და უკვე უფრო სხვა ეპიზოდია და ახლა უნდა შექმნან ქართველმა ფეხბურთელებმა. ნახოთ, რამდენად გამოვა. 66 წუთი. დაუშვილი. ცენტრში ხიზანიშვილი, მარჯვნივ პასი, აქ კაშია ერთი შეხებით კანკავას. ჩაწოდების მცდელობა კუთხურით მთავრდება. მარჯვენა ფლანგიდან კუთხურის მოსაწოდებლად წავიდა თარგამაძე. მე-6 წუთია მატჩისა, 2-0 ბელორუსიის ნაკრები ამარცხებს საქართველოს ნაკრებს. თარგამაძე მოაწოდა, კარში ჯერჯერობით ვერ დავარტყით. აქედან ახლა აკუპირაცობა მეტოქეს აქვს ესეთ სიტუაციებში ბუთის გამოტანა იოლია. რა თქმა უნდა და კონტრშეტევა 3-2-ზე არიან ბელორუსები. იქ მართალია ჯანოანანიძე მიისწრაფი ზუკალ, მაგრამ 1-1-ზე მაინც რჩება ოჩახრევიშვილი. როდიონოვი და ყოჩახრევიშვილი. გადავრჩით. მეკარემ გადაგვარჩინა უფრო ზუსტი თუ ვიქნებით. კუთხურის შემდეგ ცოტა დროზე არის უკან დაწევა საჭირო და ცოტა სხვაგვარად უნდა იდგნენ ფეხბურთელები, არა ისე როგორც ახლა იყო, რადგანაც აი ესეთი კონჩეტევა სწრაფი 3-2-ზე დარჩნენ. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და აქ უკვე მეკარემ თამაშა კარგად. თარგამაძე ბარდაჩოვმა შეაჩერა აკრძალული ხერხით, ჯარიმაა, რომელიც უნდა დაარტყა საქართველოს ნაკრებმა, ეს კი აი ხედავთ აქ ჯანომ დაკარგა ბურთი, ძალიან სწრაფად გადავიდნენ. ქართველი ფეხბურთელები კობახიძე დაარტყა მეკარე თამაშა. მეტი საჭირო, უფრო მეტი მონდომება და აქტიურობა ჯარიმა. აკავაც მიიღოს თავის ვარაც მიიღოს. კი. რენამ ბრეშენის აქცია ჯაბა კანკავა მომენტალურად აი ამ დალღოვისთვის მიიღო კიდეც სრულად ლოგიკური და მე ვიტყოდი კუთვნილი ყვითელი ბარათი. მოედის ცენტრში კობახიძე ბურთით კანკავასთვის ეს მეორე ყვითელი ბარათია, მიმდინარე წუთში მათ თბილისშიც მიიღო ბელორუსის ნაკრების შემოგვიმოს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ შემდეგ ოფიციალურ თამაშს გამოტოვებს. ანანიძე ჩაუვარდნენ მას ფეხებში, აუტი. ამ ჯგუფში დღეს კიდევ ერთი თამაშია. ალბათ ცენტრალური, ხო. მომდა მთლიანად დღის. მთელი ევროპისთვის არის ცენტრალური. ეს არის საფრანგეთი, ესპანეთი, საფრანგეთი. აი ეს კონტრშეტევა, მაშინ გამეორება ვერ მოასწრეს, კობახიძის მომენტი შეიქმნა და ანუ კანკავაა და დაუშვილი ორი ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე ახლოს არის თავის კართან. გასაგები ორი საყრდენ წასულია წინ. ორი ცენტრალური მცველი წინ არის წასული, საერთოდ უნდა დააზღვიონ, მაგრამ უკან ჩამოსვლაც მოგონი დროზეა საჭირო და მარტო კანკავას და დაუშვილის იმედზე აღარ უნდა დავუჩეთ ხოლმე ასეთ სიტუაციებში. რაც შეეხება რევიშვილს, ძალიან კარგად თამაშა. ხო, წინას არც დაწვა, არც ზედმეტი მოძრაობა გააკეთა. დაელოდა როდიონოვი რას იზავდა და შემდეგ მოახდინა რეაგირება. ორიგი ჯარიმა მჭედლიძემს წინააღმდეგ დაირღვა თამაშის წესები, თარგამაძე შეასრულებს ამ სტანდარტულს.
მიზნებას არ ჩქარობს. არა, კობახიძეს დაუტოვა. კონდრატიევი არ ჩქარობს. ცდილებას. როგორც მაყოფილია. ჩააწოდა სანდრო კობახიძემ სულდად. და როდიონოვი მიანაც ქართული ფეხბურთელების გარემოთეს, მაგრამ პარტნიორები ძალიან სწრაფად ავიდნენ. ხიზანიშვილი წარმოეწია, თუმცა ბურთი ბელოგოსებმა არ დაკარგეს, გლები ვერ წაიღო. დაკარგა, ვინ ითამაშა? კობახიძე ითამაშა ვარნაში და ართვა ბურთი კანკავა, თარგამაძეც იცნება. პასი კობახიძე გამოვიდა, მარცხნივ შეიძლება. კარგია შორიდან დარტყა, მაგრამ როცა პარტნიორი უკეთეს სიტუაციაში იხსნება ალბათ უფრო ნაღდის ჯობს ამ შემთხვევაში და გაგრძელება ნორმალურად კომბინაციას. რაც კობახიძემ არ გააკეთა სამწუხაროდ და ეს შეტევაც დავკარგეთ. აქედან რამდენად ჩანდა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თარგამაძეც გადმოდიოდა აქეთ და ჯანუ კიდევ უფრო მარცხნივ იყო. ორი პარტნიორი იყო ფაქტიურად მარცხენა ფლანგზე. ვერემკომ ძლიერი დარტყმით გადაიტანა თამაში მეტოქის ნახევარზე იქ. დარჩნენ ბურთით მასპინძლები, გლები ვერ დაეწევა. აღარ არის გლები იმ კონდიციაში, რომ ასეთ პასს აშნა მეთქვა ზუსტად გლები 31 წლისაა გასაგებია, მაგრამ მაინც საერთოდ დაკარგულია სტატუსი. სისტრაფე მაინც ძალიან დიდი ხანია გლები თამაშობს დაახლოებით 13 წელი, 12-13 წელი მინიმუმ საკმაოდ მაღალ დონეზე. აი, ეთქობა აუტის მოწოდების დროს სულად გავაკეთეთ ეს და მაქსიმ ბარდაჩოვი დარჩა საბოლოოდ მუნთან, მაგრამ ჩააწოდა კიდეც. შეესწორა ბურთის გამოტანის დროს ისევ მეტად ერჩება ბურთით. მარჯვნივ. დრაგუნმა გადაიტანა მარჯვნივ ბურთი, ნახოთ ესე აღავა. ეგაა თამაში ზუსტად. ამისულაშვილი ანანიძე, ცუდი გადაცემა და ისევ მეტად. პავლოვი. როდიონოვი არ არის თამაშგარე. გადავრჩება. კიდევ ერთხელ არ იყო თამაშგარე. არ იყო აქ თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენები, მაგრამ გამეორებაზე ნახოთ ხალხი შეიძლება ჩვენ შევწით არც აქ არ არის პრობლემა, მაგრამ ფაქტი ერთია კიდევ ერთი მომენტი შევხვდით. ჩვენ რო შევწით ეს არ არის პრობლემა, მართლა დაცვა რო შეცდა ეგ უფრო პრობლემაა. კაშია შეცდა, რომელიც ჩარჩენილია. სამწუხაროდ აქ ჩვენი შეცდომა ჯობდა. კი, ბევრად. რადიონოვის დარტყმის მერე გადავრჩით მესამე გაშვებულ გოლს. ძელმა გვიხსნა ამ სიტუაციაში მაქსიმ ბარდაჩოვი. ბოლომდე იბრძვის ჯარიმა, ეს ჯარიმა. ყვითელი ბარათი აუცილებლად ბელორუსთან 19 ნომერს. ბარათებითაც ანგარიში გათა. კიდევ ერთხელ. გამეტებით ჩაარტყა ბარდაჩოვი. ასად შეიძლება ხა გაიგრძელებინა თამაში და მერე მიეცა ყვითელი ბარათი არც ის არ არის პრობლემა და შეიძლება ასეთი. ქართველი კომაგი, რომელიც ალბათ ძალიან დიდი იმედით მივიდა ამ შეხვედრაზე დასასწრებად, მისჩი ხა ყოველთვის აღნიშნავ თამაშს, რომელსაც უცხო ქვეყანაშია, იქ ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასეთ მათთვის შეიძლება ზეიმიც იყოს, ეს ხა მონატრებული შემატკივრობას ჩვენი გუნდისა მივიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით რომელიც კარგი განწყობაზე არ უნდა იყოს. დაუშილმა უკან დააბრუნა ბურთი, აქ კიდევ ერთი ცვლილება მზადდება საქართველოს ნაკრებში. ლევან ყენია ემზადებოდა, რამდენადაც მე შეუნიშნე მოედანზე გამოსაცვლელად. ყოველ შემთხვევაში 21 ნომერი ხურდებოდა. ლევან ყენია, რომელსაც კიდევ ერთხელ აძლევს შანსს თემურ კეცხვაია, დიდი ხანი გაუწია. ლევანს ყველამ ძალიან კარგად იცის და უნდა აღიდგეს ალბათ ეს ფეხბურთელი, იმედი გვაქვს იმ კონდიციებს, რომელშიც იყო და რაც ყველას ახსოვს ალბათ მისი ძალიან კარგი თამაში. გრიგალავა. დაუშვილი. ანანიძე. თარგამაძე. ლავანანიძე.
მოასწრო თარგამაძემ ჩაწოდების გაკეთება და გამოიმუშავეს კუთხეები ქართველმა ფეხბურთელებმა ანანიძემ და თარგამაძემ მარჯვენა ფლანგზე კომბინაცია გაითამაშეს. კი თარგამაძეს ნაცვლად ყენია. ბოლო ცვლილება 75 წუთზე 15 წუთია ჯერ კიდევ დარჩენილი. ამ 75 წუთში არც ერთ ცვლილება არ განხორციელებია ჯერჯერობით. ინგრატიას. ჩანოვასის კუთხურს. მესამე კუთხეა ჩანოვასის. მაღალი პასი. შეიძლება ფეხით დარტყმა ყენიას შეეძლო, მაგრამ აეჭრა. ახლა ფეხბურთთან კარგი დასაქმებული იყო. პირველივე შეხებით შეეძლო ლევან ყენიას დაემწოვებინა მდგომარეობა ჭედულზე დაუბრუნდა მკერდით. Сборной Грузии третья замена. Вместо Давида Таркамадзе, игравшего в 9-м ვერემკომ და არხახიზანიშვილმა მოიგო. და იქ პავლოვი დაჯარიმდა გრიგალავასთან ერთად ბრძოლაში. ნამისულაშვილი მარჯვნივ პასი კაშია უნდა იყოს. საშინლად ცუდი გადაცემა გააკეთეს ქართველებმა, კონკრეტულად ამისულაშვილმა. კაშია ბურთს ვერ დაეწია, აუტი უნდა მოაწოდოს ბელორუსიის ნაკრებმა ბარდაჩოვი. კანკავა პავლოვი და ჩასაბოლოოდ ბურთით. ვერ გააგზავნა იქ სოლოროიდი პავლოვმა ჯაბა კანკავა. აშია ჯარიმა კვაბახიძე დააქციეს. მეორე ტაიმში მონდომების მიუხედავად ეს მონდომები არის მეგონი უფრო იქნა გამომდინარე რომ ბელორუსებმა თვითონ დაიწიეს უკან. აქედან ჩანს რომ უტევთ, მაგრამ მომენტი შექმნეს ბელორუსები. თან ორი. ერთი ბელორუსი მოითამაშა კარგი მეორე ზუსტი. ბარდაჩოვს მოეჭრა ბურთი, ვერემკომ გადააგდო კუთხურს. კიდევ ერთი რიგით მეოთხე კუთხური ნახოთ ახლა აქ რამდენად გამიმართლებს. ყენია, მაგრამ ანანიძე პასალა დაატრიალა ბურთი, ბარდაჩოვს იგი მოეჭრა და კიდევ ერთი კუთხური. ასე 7 რიგში გადავიდა თამაში. დრო გადის ამასობაში, მომენტს ვერ ქმნით. სხვანაირად გოლი არ გადის. სტანდარტულები ერთ-ერთი მთავარი იმედია, რომ ჯერჯერობით არც ამ სტანდარტულებიდან არაფერი გამოდის. აი ახლა შეიძლება გამოვიდეს. გამოიტანა აშია ამ შემთხვევაში. ამერეთ ნახტაბა მწოლიზე რატოა გაცხარებული. ახლა ჭედლზე ვერ მივიდა ბურთამდე. ბელორუსი ფეხბურთელისგან მისდიოდა იგი და მივიდა კიდეც კაშიას, რომელსაც ხელში მოხვდა და დაფიქსირდა ჯარიმა ავტომატურად. კაშია გოლი აბსოლუტურად შეცვლის ყველაფერს, მაგრამ აი ახლა შეიძლება კობახიძე 4-ნი არიან ჩვენები, კარგი პასია საჭირო. აუტი. უნდა მოაწოდონ ბელორუსი ფეხბურთელები. ბარდაჩოვი ძლიერად დაარტყა წინ. შიზანიშვილი, ამისულაშვილი.
კვლავ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველები ათამაშებენ გულს. ამისულაშვილის პასი წინ ჭედლიძემდე ეს გუნდი არ მიდის. პაულოვი. აი ეს პრესინგის თამაში შეუქმნის რეგულარულ პრობლემებს აუცილებლად როგორც მოხდა ახლა ამ სიტუაციაში. კანკავამ ბურთი ვერ გააჩერა და მერე ჯარიმა. ბრეშანის და დრაგუნის გოლებით, რომლებიც გავიდა მე-6 და 28 წუთებზე, ბელორუსიის ნაკრები იგებს 2-0-ს. და უნდა ვთქვათ, ეხლა რაც არ უნდა იყოს, საკმაოდ დამაჯერებლად იყოს თამაში გამოჩენა. ძალიან ძნელია ამის თქმა, მაგრამ ფაქტია. ცუდი მოსასმენია, თქმა ძნელია, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავექცევით ამ ფაქტს ვერსად. ჯანო ანანიძე ემზადება ჯარიმის შესასრულებლად. აბის ახლა ბოლო 10 წუთში რა შეიცვლება, მაგრამ კიდევ ერთი სტანდარტი, ამჯერად კაშიაზე გაკეთდა პასი. თქმა დატო, მოიდის პასი. ამინდის მიუხედავად ეს მიშენოთი არ უთხრის არაფერს, როგორც ჩანს, თანაც განწყობა აქვს ისეთი, რომ ეს რა პრობლემაა. ვერემკომ დაარტყა შემდეგ კაშიამ კი მოიგო მეორე საფრთხეზე ოქტაბზოლა, მაგრამ ბურთი მაინც დავკარგეთ. როდიონოვმა და ბრეშანმა ვერ გაითამაშა ეს კომბინაცია კაშია. რევიშვილი უყავს ლიერად წინ. დაუშვილი. კანგავა. მარცხნივ გრიგალავა, უფრო წინ კობახიძე. ელემენტარული პასი ვერ გაკეთდა. აუტ. შემოიყვანეს ბელორუსებმა ბურთი თამაში მომენტალურად დაკარგეს. თუმცა ჩვენ შეცდომა დაუშვით. გლები ისეთი არ არის როგორცაც ელოდნენ ხო ამ ფეხბურთელისგან. მას განსაკუთრებით არებს არაკეთებს. ცვლილება ხდება, შემოდის სერგეი კისლიაკი. პავლოვის დროში ძირითადში ესპანეთთან გულში. გლები არ არის ფორმაში, ხო ყოველ შემთხვევაში ჩვენ მედაშენ რაც კარგი გლები გვახსოვს, იმის აჩერდილი. კი არა, ეხლა მე სტუტგარტიდან და არსენალიდან. ხო. ალექსანდრ პავლოვი დაждდა, სერგეი კისლიაკი. კისლიაკი მაშინაც შესაძლოა შემოვიდა. ერთ ითამაშა ესპანეთთან გვახსოვს ეს ფეხბურთელი. მაშინ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შემოვიდა კისლიაკი მეორე. რევიშვილი. ჭედლიძეს დაუღებია თამაშის წესები. ასე გადაწყვიტა. ავსტრიელმა რეფერიმ წინ პასი აუტია. გრიგალავა შეიყვანს ალბათ ბურთს თამაში. ასეც არის. მოძრაობა არ არის აბსოლუტურად. ჯანოსთან გაითამაშა, შემდეგ მოახერხა და წინაც გაგზავნა, იქ ჭედლიძე ამ ბურთისთვის იბრძვის, მაგრამ 13 ფეხში ვერაფერს გახდა, თუმცა წამოეხმარნენ პარტნიორები, ყენია უკან გააკეთა გადაცემა. დაუშვილი, ყენია. ფიზანიშვილი. ჭედლიძე, ყენია. ეს გამოდის ყველაზე უარესი ოფიციალური მატჩი
ფესბაიეს ხელმძღვანელობით ჩატარებული, აქეთ ორბურთიანი ხმობით არ დავმარცხები. ერთადერთხელ მეთქი რომ ორბურთიანი ხმობით გუნდმა წააგო ამხანაგური მატჩი თურქეთთან 1-3 გახსოვთ ალბათ 24 მაისს ავსტრიაში გამართული შეხვედრა. თამაშის ხარისხი თუ ვიმშელებთ? არ ხარისხი პრობლემა. რომელი იყო კარგი და რომელი ცუდი თამაში. ყოველ შემთხვევაში თუ ყველაზე უარესი არა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაშია, რომელსაც ვოლოტო გამოდის აქ. რესანის თამაში. ალექსანდრე ვოლოტო ეს ბაკესტელი. რენან ბრეშანი გოლი საგოლე გადაცემა. ეს კონტექსტის სტრილებს. აი ეს გოლი. შეცდომა. ბრესანი იქვე. ამ გოლმა პრინციპი ძალიან ბევრი რამ გადაწყდა. კი. ნერე ამასთან დაერთო ისიერად თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მალე გაშვებული მეორე გოლი. საჭი გავიდა. ხო. რო თამაში არის იმ მომენტში. Александра Павлова, игравшего под 13 номером, выступил Сергей Киселев, номер 15. ეს პირველი ცვლილება გამოცხადდეს. Ренат Брезан, номер 11. Выступил Александр Молодцов, номер 8. კობახიძე დაუგდო ბურთი დაუშიოს, ამ განასხვავება გადაიტანა იგი მარცხნივ. ნახოთ რა გაგრძელება იქნება. ყენია გადაცემა გრიგალავაზე, ვერ მიუსწრო გრიგალავამ ამ ბურთს. ჩანაფიქრი შეიძლება ურიგო არ გახლდათ, მაგრამ ფაქტია რომ მხოლოდ აუტია. გრიგალავა ჩააწოდა ბარდაჩოვი Substitution for Belarus. Player number 13, Alexander Pavlov, has been substituted by number 15, Sergei Kiselev. Player number 11, Renan Brezan, has been substituted by number 8, Alexander Molodkov. ქართველი ფეხბურთელები ვნახოთ ახლა რას იზავენ. ანანიძე, კანკავა, დაუშვილი, კაშია. კანკავა. კაკალე, და მარტო სიტუაცია რეგიონული ჩამოვიდა უკან, აკიტო ბიზანიშვილი თამაშობს კარგად და მარჯვენა ფრთაზე კობახიძე. კაშია მარჯვენა ფრთაზე შეიძლება ჩაწოდება. და ვერ თამაშობს თავი. უთხურებში გოგ ძალიან დიდი უკრეცება ერთადერთი. ჯანო ანანიძე წავიდა ამ კუთხურის მოსაწოდებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ არა კარის მიმართულებით, არამედ საპირისპირო მიმართულებით წავა გადაცემა. ჩააწოდა ანანიძემ, იქ მეორე საფუძველ ორთაბრძოლას კვლავ ვაგებთ. მე აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დღევანდელი ტრანსლაციის სპონსორია აჭარაბოks. უკაცრავად ევროპაბოks. ანანიძე დააგორა, ყენია, შეიძლება რამე გამოვიდეს. რიკოშეტი და საბოლოოდ გამოაქვთ როგორც საჯარო მოედნენ აუტ. კიდევ ერთი მცდელობა მაღალი ჩაწოდებისა. ისევ ბელორუსები იგერიებენ ბურთს. კობახიძე რბილი გადაცემა არაც და ბურთი მაქსიმ ბარდაჩოვს. აშია პირდაპირ საჯარო მოედანში ჩააგდო. იგი იბრძვიან კანკავა და მჭედლიძე, საბოლოოდ ვერც ერთი ეუფლება ბურთს, ვერც მეორე. ამისულაშვილი ვინმე დაარღვია თამაშის წესები, ეს ამისულაშვილი არ იყო, ბურთს ფლობდნენ ქართველი ფეხბურთელები, დაიკარგა იგი. განსაინტერესო ხა ამ თამაშის შეფასება, მაგრამ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნელსა აქ არსებობდა,
ხუბი არაფერ შუაში არ არის. ზედმეტია ხა ამოწა. ზედმეტზე გულთან იყო ეს ყველაპარაკება. ახლა საჯარო გადაწყვეტილებას მიიღებს. ელიზა ყველანი გაცხარებული. ახლა ავსტრალია არბიტრი რობერტ შორგენჰოფი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვის კიდევ ერთ ფეხბურთელს უხმო, კიდევ ერთ ფეხბურთელს უხმო. ყვითელი ბარათი, რიგალავას გლებს და მჭედრიძეს. ჩამოარიდა. საინტერესოა ხანახვა. გასაგებია გრიგალავა დაეჯახა გლებს. შემდეგ არის საინტერესო. შემდეგ წაკამათდნენ. აქ ხუთელიზე ყველა წაიქცა, მაგრამ მოდი ჩავთვალოთ რომ საჯო სწორი გადაწყვეტა. არა, არის. აი ეს გლების მოძრაობა იმ რაკურსით არ ჩანდა. აგლებისთვის ცოტა მეტი სასჯელი შეიძლება. ხა ჩვენთვის ეს რამდენად შვებაა, მაგრამ აი ეს ეპიზოდი იმ თავიდან არ ჩანდა. ჩუხლები გამოდის ამასობაში როდიონოვის მაგივრად. მე საუბრობ იმაზე, რომ ძალიან საინტერესო შეფასება. ახლა გასაგებია, მათთვის შემდგომ პრესკონფერენცია იქნება, რას განაცხადებს საქართველოს ნაკრების თავარი მწვრთნელი, ყველაზე ცუდი დღე ამ წუთის ინფორმაციით. ამდენადაც მე მაგის არ ჩამოდის თბილისში, მატჩის შემდგომ და ფაქტურად ძალიან დიდი ხანი შეიძლება პასუხოთ დარჩეს ის უამრავი კითხვა, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს გაქვთ. ბუნებრივია, ძალიან ბევრი შემადგენლობიდან დაწყებული, ტაქტიკიდან გაგრძელებული და ძალიან ბევრი რამით თუ რატომ იყო ესეთი თამაში, რა მოხდა, როგორ მოხდა, ორივე თამაშგრუპის ბუნებრივია ის რაღაცა ზოგადი ფრაზები, რაც არის ყოველთვის პრესკონფერენციაზე და რაც ოფიციალურად იგივე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდება, ეს არ არის საკმარისი ბუნებრივია გულშემატკივრისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა გასაგებია რომ ხუჩაბათის გადაცემა თავიდან ბოლომდე მიეძღვნება ამ თემას, სანაკრებო თემას, მაგრამ იქნება კითხვების პასუხის გამცემი, ეს არის საინტერესო. ან საინტერესო დაცხადებს ადგილობრივ გუნდს. ემატება მინიმუმ 3 წუთი, ესე იგი. უშემოთქვას ამზადებს რომ შეიძლება ცოტა გვიან დაამთავროს. ну ასე რომ ეს მიზეზები მართლაც მოსაძიებელია ვინაიდან? მოსაძიებელი არ არის, აქ სასაუბრო მეორე კითხვები ძალიან ბევრი გაჩნდა ორივე თამაშიდან გამომდინარე და პასუხზე ამ შემთხვევაში პასუხი უნდა გასცეს თავარმა მწვრთნელმა, რომელიც არის თავარი პასუხისმგებელი შედეგზე. ანუ თითქოს ყველაფერი კარგად დაიგეგმა, მე გულისხმობ წინა პერიოდს მომზადებისას გუნდმა შეკრება გაიარა არასაკრთულოში არა ამ ხრივ ეხლა დღეს ამ ხრივ პრობლემა არ არის. ამ ხრივ პრობლემა არ არის. ნაკლები პრობლემაა გუნდის შეკრება სად გაელვის და როგორ გა. ეს ერთი ცოტა უცნაურად მეჩვენა გუნდი თურმე მე არ ვიცი დღეს ბელორუსულ პრესაში გავეცანი. ფინეთიდან ჰელსინკიდან ვილნიუსში ჩავიდა და ვილნიუსიდან ავტობუსით. შემდეგ წავიდა, ანუ პირდაპირ გუნდი არ გადაფრენდა. ხა იქ არ არის დიდი მანძილი, მაგრამ მაინც ხა ნაკრების დონეზე ცოტა უცნაურია ესეთი. რბილად რო ვთქვა უცნაური. ხო, თავი დავანებოთ ახლა ამაზე არც არ უნდა ითქვას. უნდა ითქვას, ხო, აქ არისო ხა ფორს მაჟორი, სხვა დიდი გუნდები წასულან ავტობუსით, იგივე ბარსელონა წასულა მილანში ავტობუსით, მაგრამ იქ სხვა სიტუაცია იყო აბსოლუტურად. მოკლედ წავაგეთ 0-2 მე ვთვლი რომ წავაგეთ უშანსოთ, იმიტომ რომ უშანსოთ უსახური თამაშის ფონზე, კი? თუ მომენტებსაც გავითვალისწინებთ, უფრო მეტი ქონდა ბელორუს, უფრო კარგად ითამაშა ბელორუსმა და ძალიან ძნელია ჩვენთვის ამიტომ, მაგრამ ბელორუსმა დაიმსახურა მოგება. დამსახურებულად მოიგო ეს თამაში. უაზრო შეცდომები, ძალიან ბევრი გაუცემელი კითხვა და ალბათ ადრე თუ გვიან ამას არ ვიცი, ძალიან ძნელია ჩვენთვის ახლა ამაზე საუბარი. კარგს ამ შეხვედრაში თუ ვინმე რაიმე დადებითი დაინახა, არ ვიცი, ყოველთვის არის შემდეგ გამოსავალი და ყოველთვის არიან მწვრთნელები
ძიებაში რომ აი ეს მოხდა, ამის ბრალი იყო, მაინც კარგად ვითამაშეთ, ასე მოხდა. კარგად არ ვითამაშია, აქ არ იყო რაღაცა გამართლებაზე, აქ დაუშვით შეცდომები, ვითამაშეთ ვისთვისაც დავისაჯეთ. წავაგეთ ამიტომ. სრულიად ლოგიკურად. ხა საღიარებელი არის და დანარჩენი რა ვიცი რა ვთქვა, ხა დანარჩენი ალბათ თუ მოგვეცემა საშუალება და თავარი წვრთნელი ჩამოვა და გაგვესაუბრება, მაშინ დაუსვათ კითხვებს თუ არა და რაღაცა გარკვეული პერიოდი დარჩება ეს კითხვები უპასუხოთ, რაც ძალიან ცუდია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ისევ ამავე ნაკრებისთვის არის ალბათ პირველი ყოველისა კრიტიკა არ არის, ხა ეს არ არის ჩასაფრებული პოზიცია, ეს არის უბრალოდ ის დანახული, რაც ამ წუთას მოხდა, რაც ნახეთ უკანასკნელი 2 საათი განმავლობაში. კარგ ხასიათზე არავინ არ ვართ, არავის არ გაგვიხარ და უბრალოდ ყველა ცუდი ის არის, რომ წავაგეთ ხა სტატისტიკურ მონაცემები უთხრივ რომ მეტი მოვაწოდოთ, ამას თუ ვინმე მოიტანს გასამართლებლად, კი ბატონო თქვენი და კარშიც მეტი დაგვირტყია ერთით. დიდი მადლობა. კარგად ზამდებოდით.